ფოთის გრან-პრის გათამაშების პირველი ეტაპი ჭადრაკში 7 დღიანი ორთაბრძოლების შემდეგ დასრულდა. მასში 10 და 8 წლის 70-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი წრიული და შვეიცარიული სისტემით გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ვითამაშე 7 პარტია, მოვიგე 6, გავედი პირველ ადგილს. 7 პარტია ვითამაშე, მოვიგე 7, გავედი პირველ ადგილს. ვითამაშე 7 პარტია, მოვიგე 5 ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ მეორე ადგილზე გავედი. მიღე მონაწილეობა. 7 და 7 ქულა ავიღე. ერთ ძლიერს შევხვდი. და მოვიგე. 4 თებერვალს სტარტს აიღებს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ჩემპიონატი და მას ფოთის ნანა ალექსანდრია სახელობის საჭადრაკო სკოლა უმასპინძლებს. ჩემპიონატი 7, 10, 14 და 18 წლამდელ ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება. შეჯიბრის შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. გამარჯვებული მოჭადრაკეები საქართველოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 100-ზე მეტი მოჭადრაკე, მათგან 40-მდე იქნება ჩვენი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე. ტურნირებში გათამაშებული პარტიები გადაიცემა ინტერნეტის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში. გამარჯვებულ მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატებს და ჩვენი სკოლის მოჭადრაკეები ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ აღნიშნულ ტურნირში. ჩემპიონატი 4 დღეს გაგრძელდება და იგი სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა.